აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მე ვფიქრობ გამორჩეულ ინვესტიციაზე ნამდვილად ვთვლი რომ საქართველოს ერთ-ერთ სავიზიტო ბარათზე ამ კუთხით ვსაუბრობ ამ შემთხვევაში ამბასადორი აილენდის პროექტზე განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელ პროექტზე და ამ პროექტის უამრავი წარმატება გვინახავს ჩვენ ამ შემთხვევაში ამბასადორ აილენდ ბათუმის პროექტი MIPIM 2026-ის გლობალურ ურბანულ ფესტივალზე წარადგინეს. ეს მოხდა კანში, უძრავი ქონების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე. 13 მარტის ჩათვლით ფესტივალების სასახლეში მიმდინარე ღონისძიებაზე კომპანიის გუნდის საერთაშორისო ავტორას პროექტის კონცეფციას და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობს. ფესტივალის ფარგლებში იმართება ამბასადორი აილენდ ბათუმის პრეზენტაციაც, სადაც წარმოდგენილია ხელოვნური კუნძულის არსი, ღირებულებები, მისი ურბანული კონცეფცია და ის გამორჩეული საინვესტიციო სელებლობები, რომელთაც პროექტი საერთაშორისო ინვესტორებს თავაზობს. ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორის გოჩა კამპიას განცხადებით, მსგავსი მასშტაბით პლატფორმა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო ბიზნეს წრეებს სათანადოდ წარადგინოს როგორც თავად პროექტი, ისე მთლიანად ქვეყნის ხელსაყრელი გარემო და ბატონი გოჩა აღნიშნავს, რომ ეს არის ფართომასშტაბიანი კამპანიის გაგრძელება, სადაც სწორედ პროექტს აცნობენ საერთაშორისო აუდიტორიას. ამბასადორ აილენდ ბათუმის პროექტი ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ითვალისწინებს, მართლაც ფანტასტიკური პროექტია და პროექტის მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქების პრინციპების დაცვით ვითარდება. ჯამში მიზნად ისახავს რეგიონის ურბანული განვითარების ახალი სტანდარტების დადგენას. ამ ეტაპზე პროექტის მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია, რომლის ფარგლებში საპროექტო არეალის 84 ჰექტარი ტერიტორიიდან 48 ჰექტარი ან უმრავლესობა უკვე ფორმირებულია. სწორედ ამ ფესტივალის განმავლობაში კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამებში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მულტიფუნქციურ სტენდთან დაინტერესებულ პირებს კუნძულზე არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. ამბასადორ აილენდ ბათუმის პროექტს ამბასადორი ჯგუფი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახორციელებს, მათ შორის არიან ცნობილი ბრიტანული კომპანია, რომელსაც არაერთი მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ქალაქის დაგეგმარებაში აქვს მიღებული მონაწილეობა, ისევე როგორც ძალიან ცნობილი არქიტექტურული საინჟინრო კომპანია და ამერიკული არქიტექტურული კომპანია. ასევე თუმცა კიდევ ერთხელ შემსაუბრს ასევე ჯობს, რომ აი ამ ნაწილში დამატებითი ინფორმაცია უკვე კომპანიის ხელმძღვანელობის განმოვისვა. ამბასადორი ბათუმი აილენდი როგორც გამორჩეული ქართული ბრენდი აგრძელებს მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობას. დღეს ჩვენ ვიმყოფებით საფრანგეთში კანში, სადაც იმართება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გლობალური ურბანული ფესტივალი, სადაც ვართ წარმოდგენილი და გვაქვს საკუთარი სტენდი და ვესაუბრებით საქართველოზე და რა თქმა უნდა ამბასადორი აილენდზე. მოცემულ შემთხვევაში ჩვენი სტრატეგია იყო შეგვექმნა ამ მსხვილ მოთამაშეებს შორისაც განსხვავებები და ჩვენი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვაშენებთ მომავლის კუნძულს და კონცეფციურ უძრავ ქონებას, სადაც უძრავი ქონებაში დაინტერესებულ პირებს აქვს შესაძლებლობა განახორციელონ არა მხოლოდ ინვესტიციები ცალკე უძრავ ქონებაში, არამედ დაიწყონ საქართველოში ბიზნესი იმ მიმართულებით, რომელიც კუნძულზე იქნება წარმოდგენილი. ამ მიმართულებით ჩვენ ვიმუშავეთ ძალიან ბევრი, რათა ფუნქციური ზონების გათვალისწინებით შეგვექმნა მონაცემებზე დაფუძნებული, წარმატებული ბიზნეს სტრატეგიები. შემდეგში მოგვეხდინა ამის განსხეულება როგორც კორპორაციული მიმართულების, დაგვეკავშირებია უძრავ ქონებასთან და ეკონომიკური მოცემულობების გათვალისწინებით შეგვეთავაზებინა როგორც ბიზნეს პაკეტი. ამან ძალიან საინტერესოდ იმუშავა, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მზა საინვესტიციო პაკეტები, რომელიც დღეს ძალიან იშვიათი არის მსოფლიოში, სადაც ინვესტორებს ერთ დღეში შეუძლიათ დაიწყონ უმსხვილესი ბიზნესი საქართველოში. მოცემულ შემთხვევაში ჩვენი ძლიერი მხარე, რა თქმა უნდა, არის ბოლო წლებში საქართველოს მიერ ნაჩვენები მაღალი GDP-ის მონაცემები, კერძოდ 2024 წელს ვიცით, რომ იყო 10% ეკონომიკური ზრდა და ეს აქაც იგრძნობა, ვინაიდან ინფორმირებული არის ძალიან ბევრი ინვესტორი ამის შესახებ. შესაბამისად, ამოცანას წარმოადგენს ამ საზოგადოებას ჩვენ შევუმციროთ დრო იმისთვის, რათა მათ მიიღონ გადაწყვეტილება
ჩვენს ქვეყანაში განახორციელონ მსხვილმასშტაბიანი ინვესტიცია. ამ მხრივ ჩვენ ვამაყობთ, რომ ბათუმის კუნძულზე ავაშენეთ ძალიან მოქნილი თანამედროვე დასავლური სისტემა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ თავიდანვე მოვიწვიეთ გლობალური კომპანიები ჩვენს კუნძულზე, რათა მათ შეექმნათ მომავლის კონცეფცია, ხოლო შემდეგში ისევ ქართულ სპეციალისტებზე დაყრდნობით ჩვენ შევქმნით სამართლებრივი და ეკონომიკური და ასევე უძრავქონებასთან დაკავშირებული ბაზა, რომელიც იძლევა შესაძლებლობებს სულ რაღაც ერთ დღეში იყოს მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მსგავსი მიდგომა ძალიან მალე გამოიღებს შედეგებს, ვინაიდან მქონდა ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანთან საუბარი, ძალიან ბევრ საინტერესო კომპანიასთან საუბარი, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ღირებულებითი თანხმედრა და ახალ მომავალში უკვე ველოდებით მათ საქართველოში კონკრეტული საქმიანი წინადადებებით. ძალიან საინტერესო შეფასება, ბატონო გოჩას შეფასება სწორედ პროექტთან დაკავშირებით და მინდა აღვნიშნო ბატონო გოჩას განსაკუთრებული აქტივობა ყოველთვის, როდესაც საკითხი ამ მართლაც თქო ასე ისტორიულ პროექტს შეეხება, ვინაიდან რომ წარმოვიდგინოთ პროექტის კონცეფცია და ჩვენ ვიზუალს ხედავთ ხოლმე, წარმოდგენის ფარგლებშიც კი ჩანს თუ რა მასშტაბზე ვსაუბრობთ და როგორ ვიტყოდი ასე მსოფლიოსთვის საჩვენებელ ნაწილზე ვსაუბრობთ, რომელიც აქ ჩვენს ქვეყანაში ბათუმში იქნება. წარმატებები მინდა აუსურვო ცხადია ბატონ გოჩას ამ პროექტს მთლიან ფანტასტიკურ გუნდს და ჩვენ არა ერთხელ ჩვენი გადაცემის ფარგლებში და ჩვენი პლატფორმების ფარგლებში, Business Insider-ის პლატფორმების ფარგლებში არაერთხელ მოგვიწევს მართლაც ამ სასიამოვნო პროექტზე საუბარი.